ბათუმის მასშტაბით გრძელდება ფართომასშტაბიანი სამუშაოების სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. დღეს მოვინახულეთ რამდენიმე მათგანი, სადაც მიმდინარეობს დამატებითი კორპუსების მშენებლობა, არსებული შენობების რეაბილიტაცია. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე სკოლებში მოწესრიგებული არის სახურავები, დამონტაჟებული არის მზის პანელები და მთლიანობაში იქმნება ის გარემო, რომელიც მნიშვნელოვანი არის უსაფრთხო და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი გარემოს შესაქმნელად. აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში. წელს ჯამში 16 საჯარო სკოლაში განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. მათ შორის 5 საჯარო სკოლა მშენებლობის რეჟიმშია, კერძოდ 3 ახალი სკოლის მშენებლობა და 2 დამატებითი კორპუსის მშენებლობა. ასევე ბევრ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და მათ შორის 3 საჯარო სკოლა არის სრული რეაბილიტაციის პროცესში, ხოლო 2 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს ღია მოედნის მოწყობა. 2021 წელს დაიწყო ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა. ძირითადი კონსტრუქცია უკვე აგებულია, პარალელურად მიმდინარეობს არსებული შენობის სართულების სარემონტო სამუშაოები. 2023 სასწავლო წლისთვის უკვე სკოლას ექნება შესაძლებლობა მიიღოს დაზრდილი რაოდენობა მოსწავლეების და დააკმაყოფილოს ახლომცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნები.